თბილისის წიგნის ბაზრობაზე დაგვხვდებათ ინდიგო თავისი წიგნებით. გაქვს საშუალება აგრეთვე შეხვდე ავტორებს მოისმინო ერთგვარი რეზიუმეები წიგნების შესახებ. პოულობ უამრავ ახალ საინტერესო ტექსტს ან საყვარელი წიგნების ახალ გამოცემებს. ერთ-ერთია დეივიდ ლინჩის წიგნი, როგორ დავიჭიროთ დიდი თევზი, რომელიც ინდიგომ რამდენიმე წლის წინ გამოსცა. აქ დეივიდ ლინჩი ყველაფერს აფუძნებს თავის პირად გამოცდილებებს, რომელსაც გულწრფელად ყვება. შეიძლება მართლა რაღაც ძალიან დიდი იდეები აღმოაჩინო. აი ეს ყველას მატებს შემართებას, რომ დაკავდეს სწორედ ამ პროცესით, თვით შემოქმედებით, თვით აღმოჩენით. ვაშლის ბაღები არის ჩემი წიგნი, რომელიც ომს აღწერს იმ ადამიანების თვალიდან, ვინც ის უშუალოდ ნახა. მე მგონი ვაქციათ რაღაცნაირ დოკუმენტად იმ დროის, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთ დროს ვცხოვრობდით. ამ წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი გამოცემობა ინდიგოს მიერ გამოცემული ჩემი წიგნი ლეთე, ეს არის ჩემი 5 პიესის კრებული. ეს პიესები ბოლო წლებში დაიწერა და შესაბამისად მეტნაკლებად ასახავს ალბათ იმ განწყობასაც, იქნება ეს პოლიტიკური, ფსიქოლოგიური ატმოსფერო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ცხოვრობდით. კიდევ უფრო საინტერესოა და სასიხარულო, როდესაც ამ დღეებს ესწრები როგორც ავტორი და ამჯერად ჩვენ გვაქვს ეუარას ახალი ტირაჟი, რომელიც ინდიგოს დახთან დაგვხვდებათ. წიგნი არსენ ბერიაშვილზე ვფიქრობ, რომ უნიკალურია, იმიტომ რომ ამ თემაზე არავის არ ვლაპარაკია და ეს წიგნი დაგვხვდებათ წიგნის ბაზრობაზე 10-დან 13-მდე ექსპო ჯორჯიაში და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ადამიანებისთვის, რომელსაც აინტერესებს არა მარტო ვიზუალური ხელოვნება, არამედ ადამიანის ბედიც 90-იანი წლებიც. ეს კი არის პალიოტის ირისი, რომელიც აღწერს ერთი ოჯახის ცხოვრებას თბილისში, რომლის წევრებიც სულ სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ, მაგრამ ისინი თავიანთ თავს სწორედ ოჯახად მიიჩნევენ და ოჯახს არქმევენ. ინდიგოსთან მოსულ ადამიანებს ჩვენი გამოცემული წიგნების გარდა ასევე ინდიგოები დახვდება, გამოცემები, რომელთაც კვლავაც ჟურნალის ფორმა აქვთ, მაგრამ საკმაოდ სქელტანიანი ნამუშევრებია. სულ ბოლო არის აფხაზეთში შეგროვებული ზეპირი ისტორიები, დაკვირვებები, აღმოჩენები, გახსენებები, იმიტომ რომ უტრიალებს სულ მეხსიერებას სოხუმში, ზოგადად აფხაზეთში და ამ მეხსიერების სხვადასხვა შრის კვლევა აი აქ თავმოყრილი. ასე რომ გელოდებით თბილისის წიგნის ბაზრობაზე ინდიგოს სტენდთან.